დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა ნინო სატყობელაშვილის პიესის დაბადების დღის მიხედვით დადგმული სპექტაკლი წარმოადგინა. სპექტაკლი საქართველოს უახლესი წარსულის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღის 1993 წლის 27 სექტემბრის მოვლენებსა და ჟიული შარტავას უკანასკნელ დღეებზე მოგვითხრობს. პიესა აფხაზეთის ომის მონაწილეთა, თვითმხილველთა, მებრძოლთა ახლობლების მონათხრობის საფუძველზეა აგებული. სპექტაკლი ეძღვნება ჟიული შარტავას. ჩემი პერსონაჟი არის ის ბიჭი, რომელიც ზუსტად იმ დღეს დაიბადა, როცა აფხაზეთი დავკარგეთ. მამამისის მოგონებებს აცოცხლებს, ის მტკივნეული მომენტები, ხალხის ტკივილები, ყველაფერი არის გადმოცემული ამ ბიჭის წერილებში, მამამისისგან დატოვებულ კადრებში. არის ძალიან კვეთრი დაპირისპირება თაობებს შორის, ჩემ თაობასა და უფროს თაობას შორის. სპექტაკლი არის ძალიან ემოციური და დადგმული არის თეატრალური ხელოვნების მაღალ დონეზე. ამიტომ იყო რომ მაყურებელი ვინც დღეს სპექტაკლს უყურებდა, მთლიანად განაბული იყო და დაძაბული და სპექტაკლით წარმატებით არის გაკეთებული. მადლობა ღმერთს მიუხედავად დღიანი ტრაგედიისა, ისეთ შვებას გზნող ახლა ამ სულიერ შვებას, რომ ამდენი 10,000-ობით შესაძლოა 100,000-მდე ადამიანის გადარჩენაში გარკვეული წვლილი მიმიძღვის ჟიული შარტავასთან ერთად. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრის დასსა და ხელმძღვანელობას სპექტაკლისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული სპექტაკლის მაღალ მხატვრულ დონეზე დადგმისათვის რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვა. მთავარი ის არის, რომ ჩვენ დღეს ვიხსენებთ მართლა საქართველოს უახლესი ისტორიის გმირს, ბატონ ჟიული შარტავას, კაცმა, რომელმაც გამოიარა საოცარი, საინტერესო და სავსე ცხოვრება. მზად იყო მხოლოდ მშვიდობისთვის, იმ ურთიერთობისთვის, რომელიც მას ჰქონდა ყველა ადამიანთან და მით უმეტეს აფხაზურ მხარესთან. მე მადლობა მინდა უთხრა მსახიობებს, მადლობა მინდა უთხრა რუსთავს, მის მერს, იმ ადამიანებს, ვინც მიიღო მონაწილეობა. ესეთი ადამიანების გმირობა არის მაგალითი ახალგაზრდობისთვის. აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ მასზე, აუცილებლად უნდა დაიდგას ფილმები, სპექტაკლები, მეტი უნდა ითქვას ოღონდ სიმართლე. აი ეს არის აუცილებელი. წლების მანძილზე ბატონი ჟიული შარტავა მოღვაწეობდა რუსთავში, გაგვიჩნდა იდეა ეროვნულ გმირზე გაგვეკეთებინა სპექტაკლი, სადაც ასახული იქნებოდა ბატონი ჟიული შარტავას უკანასკნელი დღეები. საზოგადოებისთვის ეს თემა არის აქტუალური, ემოციური და ჩვენ გვინდოდა რომ ეს სახელი და გვარი მუდმივად ახსოვდეს რუსთაველებს, იმიტომ თუ კი რამე იმ პერიოდში კარგი გაკეთდა ქალაქ რუსთავში, ეს ნამდვილად არის კავშირში ბატონ ჟიული შარტავასთან. ძალიან მოხარულები ვართ და მადლობის მეტი რა გვეთქმის, ვინაიდან დღეს ჩვენ მოგვიწია აფხაზეთის მთავრობამ მოგვეცა საშუალება გვეთამაშა ეს სპექტაკლი. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. სპექტაკლის ჩვენება საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო.